საქართველოს ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს გადაუწყვეტი არა მარტო ბრძოლის, არამედ ქვეყნის ბედიც და უკუღმა დატრიალებული ჩარხი წაღმა შემოუბრუნებია. საბედნიეროდ ქართველები არ განვიცდით ასეთი გმირების ნაკლებობას. ამჯერად იმერეთის სახელგანთქმულ ხელმწიფეზე მეფე სოლომონ პირველზე შევჯერდებით. მან გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი ქვეყანა იხსნა თავისი შეუპოვარი და მიზანმიმართული ქმედებებით. ხარესილის ბრძოლის წინ იმერთა ჯარს საოცარი სიტყვით მიმართა 22 წლის მეფე სოლომონ პირველმა. შვილებო, ძმებო ქართველებო, მჯერ არ შეგაგრთობთ მტერთა სიმრავლე. რაკი ყოველთვის ასეთ გჭირდა ქართველთა, მუდამ მცირენი ამარცხებდნენ ჩვენი წინაპარნი, ათგზის უმრავლეს მოსისხლეებს, რასაც მარტო ნიროდი ვიბრძვით, არამედ ჩვენთან არს ძალი, იესო მაცხოვრისა. მისი თანადგომით უნდა ვიხსნათ ჩვენი სამშობლო და ქრისტეს სარწმუნოება. მას მომხევით, ვუმხდეთ და ვაშკაცურად. მეფის სიტყვით შთაგონებულმა მცირერიცხოვანმა ქართველობამ იმ დიდებული დღის გამთენიისას ტრის მრავალ 10,000-იანი ლაშქარი ხრესილის ვიწრო ხეობაში შეიტყუა. დღის ბოლოს მომხდურთა უმრავლესობა ქართველთა ხმლებს ემსხვერპლა. იმერთა ძლევა მოსილმა ხელმწიფემ ხრესილის ბრძოლის შემდეგაც განაგრძო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა. მან 1758 წლიდან 1768 წლამდე მცირე თუ დიდი ბრძოლებით, საერთო ჯამში 300,000-მდე თურქი დაამარცხა.